ყველას მოგესალმებით, კარგ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა. და ცხოვრებაში წარმატებას და თქვენი იდეების რეალიზება. რა თქმა უნდა, კარგი იდეების და არა ისეთი იდეა, რომელიც შეიძლება თქვა თქვენ და სხვას ზიანს მოუტანს. არავით არის განსაკუთრებული, არავით არის ისეთი რამ ეხლა არ უნდა ვთქვა, რომ თითქოს დედამიწაზე არავინ არა, ვინც თქვა ამაზე აქცენტირება არ გააკეთა, მაგრამ რახან ეხა უკვე ეს ჩემ გვერდსაც შეეხო, რა თქმა ამას ველოდი კიდევაც, იმიტომ რომ მაინც საქართველოს აუდიტორიას ძალიან კარგად ვიცნობ, რუსეთის აუდიტორიასაც სხვადასხვაშორის, უკრაინაშიც თქვათ და ყველგან მე მგონი გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ყველგან არის ისეთი ადამიანი მოიძებნება თვალი დამეწება, ესე იგი, ყველგან არის ისეთი ადამიანი, რომელიც თქვათ შენ რაღაც ნათქვამს მიიღებს, რა თქმა უნდა, ცუდად და უნდა გამოხატოს თავისი აზრი გინებით. ხო და ეს უფრო აჩვენებს დაბალ დონეს, რომ ადამიანს ესე იგი სიტყვის მარაგი არა აქვს იმდენი, ემოციის გამოხატვა მას შეუძლია მხოლოდ ესე, შეგინებით, შეურაცხყოფის მიყენებით, ამით რა თქმა უნდა თავის თავს აჩენს უფრო განუვითარებელს და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ ხალხს საერთოდ წიგთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა საჭირო არის, აი ვერ ხვდები უბრალოდ დაფიქსირებულ აზრთან დაკავშირებით, შენ თუ ამას არ ეთანხმები, აგერ ბატონო YouTube-მა მშვენიერი რაღაცა გამოიგონა, არის ლაიქი და დისლაიქი, მოწონება და არ მოწონება. არ მოგეწონა? დააჭირე არ მოწონებას, მიუთითე სხვათა შორის YouTube-ს აქვს ამის საშუალებას, რომ მიუთითე გაასაჩივრე ჩემი ვიდეო მაგალითად. და ამ გასაჩივრებულ ვიდეოს წამიშლიან რა, დაბლოკავენ ან რაღაცა და ასე და თან ამით შენ მიაღწევ შენ საწადელს რა. მაგრამ აქ უკვე ინტელექტი და რაღაცა ყურადღების ის არის საჭირო და შეგინება უფრო ადვილი არის რა პირდაპირ. მე ხო ეხა უყურებ ქართულ თქვა საიტებს, გვერდებს, რომ აი რა ხდება საერთოდ, ხო? აქციებთან დაკავშირებით მე გავაკეთებ ვიდეოს აუცილებლად, მაგრამ ეხლა დღევანდელი შეხედულებიდან გაუჩერებელი დედის გინება თვითონ ბლოგერებიც არიან ისეთი, რომელიც აი ამ დედის გინებამდე მიყავს ადამიანები, ტელევიზიებიც სხვათა შორის 2 თუ 3 ფრთად რო არის გაყოფილი, აი ადამიანი მიყავს, უსმენ ვიდეოს, თქვათ, აი რაღაც ინფორმაციას და ცდილობს ნებისმიერი მხარე, ეს არ არის ახლა ნაცი და ხოცის თემა, ეს ამას მე შევეხები აუცილებლად, შემოდის ემოცია, აგრესია და ინფორმაციულობა არის 0. 0-ია ინფორმაციულობა. ხო, რაღაცას იქ გამოაცხადებენ ახლა, რომ იმან რაღაც ურბანმა ყბილი გაიხეხა, ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ, აქცენტირება ხდება აგრესიაზე, დაპირისპირებაზე და კომენტარებში უნდა აგინონ ერთმანეთს, აი როგორ ისი უბინძურესი სიტყვებით და არა და მე რაღაცო ფიქრდები, რომ ჩვენი რელიგია ქრისტიანობა გინებას კრძალავს საერთოდ და რა ვიცი ახლა ეს რეგალიები რო ჩამოვთვალოთ საქართველოს ზოგიერთი რომელიც მითია, მაგრამ მაინც აი რაღაც რეგალიები ჩვენი რწმენის და ჩვენი აი მაღალ ფარდოვანება და ჩვენი სარწმუნოება და ასე შემდეგ. გადახედავ კომენტარებს და მიხვდები გაზო ეს ხალხი საიდან გამოვიდა საერთოდ, ან სასწავლობდით, ან საერთოდ სწავლობდით. ეხლა არ ვამბობ იმ დონეს, რომ ქართულ სკოლებში ისეთი სწავლის დონეა, რომ იმაშვება რა, აი ოქსფორდს და კემბრიჯს ეჭიდავება. მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ, რომ აი გიჩნდება რა, აგრესია კი არა, გული გწყდება უბრალოდ, რომ ადამიანი არ გიცნობს, არ იცი ვინ ახარ. იმ კუთხით არ ვამბობ ვინ ახარ, რომ რაღაც ავტორიტეტი იმალება შენს უკან და რაღაცა არა. აი რატო უნდა შემაგინო? არ მოგეწონა ვიდეო, ხო? დალაიქე და არ მოგწონს, ან გაასაჩივრე, მიუთითე რომ მაგალითად ვავრცელებ ტყუილ ინფორმაციას. YouTube ამას გადაამოწმებს. იქ ქართველებიც აყავთ თარჯიმანები და სხვა ენაზე და ნებისმიერ ენაზე ხელი მიუწვდებათ. სხვათა შორის მეგრულზეც თუ რამეა რა. ანუ ჯერ გასაკონტროლებელია რაღაცეები, ხო და აი ესე თორე. დამიწერე რა დისლაიქი თუ არ მოგეწონა და всё, ამით გამოხატე შენი ისა და არა იმით შენი დედა და შენი ისა და რაღაცა. რა საჭირო არის უბრალოდ რისი მომცემი არის, ანუ თავარი დაიმახსოვრე რომ შენ მე მაგინებ, შენ იგივე ადგილას რჩები, სადაც ხარ, ამით. შენ თუ გონია რომ ამით განვითარებას ღებულობ, ეს არის ტყუილი. ხო და მე კიდე რა ვიცი, მივდივარ რა, ეხაც მივდივარ სხვათა შორის რა. ამიტომ
არ გინდათ ეს გინება, არ გინდათ ეს რაღაც ბილწი სიტყვებით თქვენი იმის რაღაც ემოციების გამოხატვა, აგერ არის პლატფორმა, რომელზეც პირდაპირ შეგიძლია არ მოწონება დააფიქსირო, ან თქვათ გაასაჩიურო ბატონო. ოღონდ ეს ის საჩივარი არ არის, ანუ იქ იმ სამყაროში რო აკრძალული არის რა. აქ ეს დამალული არის, დაფარულად არის და შეგიძლია თავისუფლად თქვათ, რომ აი ამ ტიპის ვიდეო არ მოგწონს, აი ეს არის, მიუთითოთ იქ ძალიან ბევრი პარაგრაფი არის და თქვენი კომენტარით შეიძლება მიუთითოთ იქ. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ ნახავს. კაცობაში ეს არის YouTube-ზე ჩივილი. ეს არ არის არაკაცური, პირიქით. ეს არის თქვენ ეხმარებით YouTube-ის პლატფორმას, რომ უფრო სრულყოფილი და კარგი გახდეს. ისე კარგ დღეს გისურვებთ და ნახდად ვამბობ, რაც კი გულში კეთილი სურვილები გაქვთ და ის გინდათ თქვენი იდეების რეალიზება, აი ყველაფერი აბსოლუტურად მოგიმართოთ ღმერთმა ხელი, რომ და იმის დროც არ გქონდეთ აგრესიის, რა, პირიქით. გეცხოვროთ, მიგეღოთ სიამოვნება ყოველი წუთისგან, რომელიც ცხოვრებაში გაქვთ.